მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღეს გვაქვს განსახილველად ერთი საკითხი. მე ხა დღის წესრიგს ჩაგიკითხავთ, ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანტონო ბოლაშვილის, გიორგი ბარნევანდიშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, გოჩა ენოქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, საჯარო შესყიდვების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. ბოლო გახლავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ასევე ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონ პროექტი. ჩვენ როგორც სავალდებულო კომიტეტი ისე განვიხილავთ მოგეხსენებათ ამ საკითხს. პირველი მოსმენით ესეთ დაჩქარებული წესით განხილვა მომხსენებელი გახლავთ ბატონი ირაკლი მეზურნიშვილი. პირველ რიგში ხარი დაუჭიროთ დღის წესრიგს, ვინ არის მომხრე? მადლობა, მიღებულია დღის წესრიგი. ეს არის პაკეტი კანონ პროექტების პირველი მოსმენით ბატონო ირაკლი პრინციპების დონეზე მოგეხსენებათ, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ როგორც პაკეტზე მთლიანად იგრძელოთ, ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ. მოგესალმებით კოლეგებო, მადლობა ბატონო თავმჯდომარე. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონ პროექტებს. მოგეხსენებათ, რომ კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში 2020 წელს ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა, რომელიც მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად მიზნად ისახავდა შეეცვალა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ფორმატს, მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი იყო ეს, რაზეც იყო მსჯელობა. ცვლილება მიზნად ისახავდა სააგენტოს მმართველობითი ორგანოს ჩამოყალიბებას, რომელიც 5 წევრიანი საბჭოს იქნებოდა წარმოდგენილი, რომელიც ასევე თავისუფლად პრემიერ-მინისტრის წარდგინებით მოხდებოდა პარლამენტში ამ 5 წლის ვადით საბჭოს წევრების არჩევა. საბჭოს მარეგულირებელი ნორმები კანონის თავდაპირველი რედაქციით გათვალისწინებული იყო 2021 წლიდან, თუმცა ამოქმედების თარიღმა რამოდენიმეჯერ გადაიწია, შემდეგ 27 წლისთვის უნდა ამოქმედებული იყო და ასე შემდეგ. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე და გაანალიზებით შიდა ინსტიტუციური მზაობის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის მიმართულების სააგენტოს აღსრულების პრაქტიკის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ არარელევანტურია მისი ინსტიტუციური მოწყობის ცვლილება, ანუ არსებული არის ეფექტიანი და კარგად მუშაობს, არსებული დღეს რაც გვაქვს, ამიტომ ამასთან არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს ტექნიკურ მატერიალურ რესურსებთან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობით ერთჯერადი პირველადი და მუდმივი შემდეგ უკვე წლიური სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებული არის გამოწვევები. და გამომდინარე აქედან დღის წესრიგში დადგა წარმოდგენილი ცვლილება, რაც ითვალისწინებს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ამოღებული იქნეს ის ნორმები, რომელიც სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებას ეხება. ბევრი რაღაცა ცვლილება მოხდა, მაგრამ ამ ნაწილში გადაწყდა, რომ ასე ვთქვათ, არსებული სურათი და მმართველობის ფორმა, რაც დღეს გვაქვს, არის აბსოლუტურად საკმარისი, რომ ეფექტიანად იმართოს ეს სფერო. Თამდევი ცვლილებებია პროექტები, რომელიც ავტომატურად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ძალადაკარგულად რო გამოცხადდეს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,
ასევე კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საჯარო შესყიდვების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი თანხმდარში მოდის კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან. სულ ეს არის მეგობრებო. გასაგებია, მადლობა ბატონო ირაკლი. თუ კი არის კითხვები, შენიშვნები კოლეგებს, ასეთი არ აქვს. მე გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას ბატონო ირაკლი, ეს როგორც ჩანს ის სისტემა, რომელიც არის დანერგილი კონკურენციის შესახებ კანონიდან გამომდინარე, არის ეფექტური მართვის სისტემა, შესაბამისად ცვლილება, რომელიც თავის დროზე იქნა შემოთავაზებული და ის სწორედ იმიტომაც ხდებოდა ამ ცვლილების იმპლემენტაციის ან ამოქმედების გადავადება, რომ არ იდგა მისი რეალურად საჭიროება, ამიტომაც არის სრულიად გასაგები და ბუნებრივი, რომ უკვე გამოცდილი აპრობირებული მართვის მეთოდი იყოს შენარჩუნებული და არ მოხდეს ამ ყველაფერში ცვლილების რაღაც ხელოვნურად შეტანა, რამაც შეიძლება პირიქით დააზიანოს მართვის ეს მოდელი. ამიტომ გასაგებია ეს ყველაფერი. მე კომიტეტის წევრებს შევთავაზებ, რომ კენჭი უყაროთ დღის ეს შემდგომ საკითხს, როგორც პაკეტს. დიახ, ბრძანეთ. მიკროფონი ჩაკეტეთ. მოქალაქეთა ჯგუფის ან მომხმარებელთა ჯგუფის კოლექტიური განცხადება შეიძლება იყოს თუ არა მოკლევის საფუძველი ბაზრის. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, თუ იქნება გათვალისწინებული, იმიტომ რომ პრაქტიკაში გვქონია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფის მიერ შეტანილი განცხადებები არ იქნა მოკლევის საფუძველი, ამიტომ უკეთესი იქნება თუ მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადების საფუძველზე მოხდება ბაზრის მოკლევა და შესაბამისად კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. მადლობა. კი ბატონო, ბუნებრივია, რომ ყველაფერი რაც ეს ამ სააგენტოს ფუნქცია, მნიშვნელოვანი ფუნქცია და ბუნებრივია, რომ მისი მიზნობრივი განხორციელება სწორედ იმ საკითხს ეხება, შესაბამის კონკურენციის წესებით მოხდეს თანაბარ პირობებში ჩაყენება როგორც ბიზნესის, ასევე ბიზნესთან დაკავშირებული ყველა აქტივობის. ამიტომ ცხადია, რომ მოქალაქეთა თხოვნა, რომელიც იქნება მიმართული ამ სააგენტოსადმი, უნდა იყოს ყურადღებული, რა თქმა უნდა, ყურადღებული და სათანადოდ რეაგირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს ის მართვის მოდელი, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც არის საკმაოდ ეფექტური, ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რა თქმა უნდა, რომ ის ამ ყველაფერს ძალიან ეფექტურად დაძლევს. დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ კენჭის ხაზზე საკითხი, ვინ არის მომხრე, პირველი მოსმენით იქნეს მიღებული კანონთა პროექტი. მადლობა. დიდი მადლობა. მიღებულია ერთხმად, დიდი მადლობა, სხდომა დახურული.